ქალაქი ნამდვილად არ არის მეგაპოლისი და არც იმ 50 ქალაქს შორის მოვიხსენიებდი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ. თუმცა ჩემთვის ეს არის ქალაქი, სადაც დაიწყო ჩემი გერმანული ცხოვრების პირველი ნაბიჯები და სწორედ ამიტომ იმსახურებს ცალკე ვიდეოს. შტუტგარტი მდებარეობს სამხრეთ გერმანიაში და არის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის დედაქალაქი. ქალაქი განლაგებულია ნეკარის მდინარის ხეობაში და გარშემორტყმულია ბორცვებითა და ვენახებით. აქ ცხოვრობს დაახლოებით 630,000 ადამიანი. ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია საავტომობილო ინდუსტრიით. სწორედ აქ დაარსდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Mercedes-Benz და Porsche. შტუტგარტში შეგიძლიათ მოინახულოთ მათი მუზეუმებიც, სადაც ავტომობილის განვითარების ისტორიაა წარმოდგენილი. ისტორიულად შტუტგარტი დაარსდა დაახლოებით 950 წელს, როგორც ცხენების სამეფო ფერმა. შუა საუკუნეებში ის გახდა ვიურტემბერგის მმართველების რეზიდენცია და თანდათან გადაიქცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ძლიერ დაზიანდა, თუმცა ომის შემდეგ სწრაფად აღდგა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ქალაქია გერმანიაში. სწორედ ამ ქალაქში გავაკეთე ჩემი სოციალური პროგრამა, მოხალისეობრივი სამსახური. როცა ემიგრაცია და გერმანიაში წამოსვლა გადავწყვიტე, სხვადასხვა პროგრამა მოვიძიე და ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი აღმოჩნდა სკოლაში მოხალისედ მუშაობა. თავად სკოლასა და ბავშვებზე ბევრს არ ვისაუბრებ, თუმცა თუ პროგრამასთან დაკავშირებით დაინტერესდებით, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ. მოხალისის პროგრამის პარალელურად იწყება ნამდვილი ემიგრანტული ცხოვრება. ვეგუებით ახალ გარემოს, ვსწავლობთ ენას, ვაბარებთ გამოცდებს, ვაკეთებთ დიპლომების აღიარებას, ვებრძვით საემიგრაციო სამსახურს იგივე აუსლან და ბეჰორდეს, რომელიც ზოგჯერ ყველა წამს ჯოჯოხეთად გიქცევს. შტუტგარტში ბევრი ქართველია, შესაბამისად ერთმანეთის პოვნა და დამეგობრება არ ჭირს. ერთად გვამაგობდით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფიდან გასვლაც ერთად ვიზეიმეთ. ემიგრაციაში ეს მომენტები განსაკუთრებულად ფასობს. რადგან მოხალისის პროგრამის დროს ანაზღაურება არ გაქვს, ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია. ამიტომ მთავარი გასართობი ხდება უფასო კონცერტები ქალაქის ცენტრში, კომედიური საღამოები, სადაც დამწყები კომიკოსები გამოდიან. შეიძლება უბრალოდ ერთ-ერთ ეკლესიაში შეხვიდე და სრულიად მოულოდნელად კონცერტს გადააწყდე. თუმცა ერთ რამეს ვერ გამოტოვებ. ვაზენს, რომელსაც ოქტობრფესტსაც ადარებენ. ვაზენი, რომლის ოფიციალური სახელია კანშტატერ ფოლკფესტ, ტარდება ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს და გრძელდება ოქტომბრის დასაწყისამდე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი მსოფლიოში და მას ყოველ წელს დაახლოებით 3-4 მილიონი ადამიანი სტუმრობს. შტუტგარტში წელიწადნახევარი გავატარე. ამ ქალაქთან მაკავშირებს ბევრი მოგონება, რთული დღეები, შიში, გაურკვევლობა და ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს იყო მოკლე მიმოხილვა ამ ქალაქთან დაკავშირებით. თუ გაინტერესებთ დეტალები პროგრამაზე, ვიზასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, დიპლომის აღიარებასა და სამსახურის პოვნაზე გერმანიაში, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.